სიცოცხლით ვრისკავთ მეგობრებო რო იცოდეთ რა. ვაიმე ბიჭო მიშელეთ. ბიჭო. უდურ შემთხვევაში ალბათ ხო რაღაც ტურისტი რო. ხო. ჩვენოსნები საქართველოში იყვნენ ბევრჯერ ძალიან. ყოფილა შემთხვევები აქედან კახეთში ჩასულან ბიჭები. ფრენა ხოლმე სწავლა. მოკლედ ეხლა რა ხდება? ძალიან მაგარმა კომპანიამ და ჩვენმა მეგობარმა კომპანიამ უკვე შემიძლია თავისუფლად თქვა YOLO-მ გადაწყვიტა რომ გაცნობის ნიშნად დაგვესაჩუქროს და შემოგთავაზა ერთი სიტყვით ნებისმიერი აქტივობა თავიანთი კატალოგიდან, რომელიც მართლა უმრავალფეროვნესია. და ერთი სიტყვით მე სხვას რას ავირჩევდი თუ არა ჩემი ბავშვობის ოცნებას პარაგლაიდინგს. ანუ ფრენას. ხო და ეხლა ბიჭებს გავუაროთ და წავედით გუდაურში. ენა მანქანას გავრეცხავ მეთქი და ტირის ხრის 5 წუთზე ნახეთ რა რიგიაჩი. მოიდნენ ჩემი ლომები. ბიჭო, იცი რისი მოფიქრება მინდა? აი ეს თამაშების გახმოვანების ანუ მინდა რომ სახელი დავარქო მაგ პროექტს რა. ხო და რაღაცეები მომაფიქრებინა რა. მაგალითად Pixel Voice და რაღაცეები რა. მარა Pixel Voice ხა არ ჩანს მაგ იმაში რომ სიტყვაზე ქართულად ვაკეთებთ რა. და მე მინდა რომ გამოჩნდეს რომ იმენა ქართულად ვახმოვანებთ რა. რაღაცა კიდე play and say და რაღაცა ეგეთი ისინი გამიჩნდა. რომ მე როგორი იდეა მაქვს, ინტროს იდეა მაქვს რაღაცნაირი რა. რომ ინტროში მინდა რომ როგორი თემა იყოს, იცი? რაღაცა შემოვარდა, language-ა წერია ჩათვალე. შემოვარდა რაღაცა, language-ს დააწყაბა იმან, ჩამოსკროლა ენებში ჩამოსკროლა და აი ქართული კი წერია, მაგრამ მინდა რომ აი მან დაეწეროს პროექტის სახელი, სკროლის და აირჩია აი მოუდი, ანუ მიხდით იპმა. ოკეი. ანუ თამაშის პროცესში აირჩია ჩვენი გახმოვანება რა ერთი სიტყვით. ეგეთი ტიტრი მინდა რომ ჩირდიში რა იყოს, ასწავლე. ხო რა, ანუ მონტაჟი იქნება ეგეთი რა. просто მინდა რომ რაღაც ან ქართულად რო ეწეროს რა, სიტყვაზე ქართული სახელი რო დავარქოთ ამ პროექტსაც რა. ხო. ეგ ინტროს ძალიან კარგია. ხო, აი იდეის პონჩი ძალიან კარგია. ეგ რო შემოვარდა, ჩამოსკროლა, აირჩია ენა და წავიდა თამაში რა, გახმოვანებით. მაგრამ აი რა შეიძლება რომ დაარქვა რომ თან ქართული რო იყოს, ან ლათინურად, ან ინგლისურად, ან ინგლისური სახელი არ მინდა რა. ხო. რაღაცა ჯეოპლეი. ხო, რაღაცა ეგეთი რაღაცეები აი, ნუ შეიძლება, მაგრამ ქართულად რო იყოს, ეგ გააჯობებს რა. კომენტარებში დაწერეთ ვის რა იდეა გაქვთ უეჭველი. მალე დაგეწევით ახლა ცოტა ხანში მეც. მეგობრებო, მინდა რომ დაგაცნოთ ჩვენი პასაჟირები. ეს არის ლუღა. იგივე ლევან ბერძენიშვილი. რომელიც ბევრ საინტერესო ლიტერატურულ ანალიტიკას შემოგთავაზებს. ჩვენოსნები საქართველოში იყვნენ ბევრჯერ ძალიან. საკმაოდ გუდაურშიც იყვნენ როგორც მახსოვს. გუდაურშიც აქ გაჭრილი რომ ამათა. ემუძარი. ოი. ვთქვი რომ ეს არ დავეჯახო. ეხლა უნდა დავეჯახოთ. ერთი სიტყვით ამ ხალხს ჩემს ვიდეოებში ხშირად შეხვდებით. ასე რომ იცნობდეთ.
აქ სხვათა შორის აკლემებიც ყოლიათ. აი ნახეთ. საკმაოდ დიდი ცხოველია სხვათა შორის. მალადეც. Tough time never lasts. Only tough people last. მოკლედ ახლა გავისაუბრეთ ინსტრუქტორს. კიდე გადავიღებ, მე ცალკეც გაგაცნობთ. რაღაც რჩევები მოგცა, მაგრამ აქ რჩევებსაც კიდე ცალკე გადავიღებ რა. დაველოდები 12-დან პირველამდე არისო ყველაზე კარგი საფრენი დრო, იმიტომ რომ ქარი შედარებით წყნარიაო და იქ რაღაცა არწივი დაფრინავს მაო. აი, ხო ხედავთ. თოლია აკი. თოლიას რა უნდა? შეხედე რამ ხელა რაღაც მიფრინავს. მაგარი არის რასო. Nani? I'm sorry, man. I'm sorry, bro. We were just joking, man. What did you do? Rogi rept. როგორ გამ წავედით ახლა. ნიკა უნდა დაგხვდეს აქ წესი. ნიკა? წესით. რა გოა? მოგკითხოთ ჩემი, მანქანით ხო არ ჯობია. წამოსვლა. წავედით. წავედით. ეს ემზარია, ეს ლუკა, ჩემი მეგობრები არიან. ეს ნიკა, ჩვენი ინსტრუქტორი. აუ, მაგრამ ნერვიულო, ბიჭო. ცოტა შენს ნერვიულო თქოს მართლა. მართლა? აი ხა უფრო ნერვიულო. სტარტის დროს ხო იცი. აი, რა თქმა უნდა. წავედით. ანუ კიდე უფრო მაღალზე ავდივართ, ხო? ხო, აი, ეს აა, აქვეა? სამი ლოკაცია, სამი ლოკაცია გვაქვს სასტარტო. სამი აქ და ერთი იქ ზევით. ხო. ყურორზე. ამის მიხედვით ვარჩევთ ხოლმე რომელი არის უსაფრთხო, რომელი არის, ანუ შესაფერისი იმისთვის რომ ცოტა მეტხანს ვიფრინოთ, ხანგრძლივად ვიფრინოთ და ლამაზი ფრენა გამოგვივიდეს. აი ჩიტებს ხედეთ. აი ჩიტებს ვაკვირდებით ხოლმე კიდე, ანუ ეს ისეთი სიტუაციაა, როგორც თერმულ ნაკადებს ვიჭერენ, არწივები ჩიტები, ირაო ხო წარმოგიდგენ ირაო, არწივები რო ატრიალებენ, ხორების ელები. ჩვენც იგივე პრინციპით დავფრინავთ რა, ანუ ამ ირაოს ვატრიალებთ, შევდივართ ამას ვეძახით თერმულ ნაკადებს. ეს თერმულ ნაკადები ამოდის დედამიწის გადაციება გადახურებისგან, სხვადასხვა ადგილებში ზოგან ცივია მიწა, ზოგან ცხელია და იქიდან წარმოიქმნება თერმული ნაკადები. ამ თერმულ ნაკადებს ვეძებთ მერე და მივხვევით. შეგვიძლია ავიდეთ თერმული ნაკადებიდან 1000 მეტრიდან 4000 მეტრზე ავიდეთ. ნახოთ დღეს ალბათ ყველამდე წიახოთ. აბა ნახოთ იმედია. ყოფილა მომენტები აი მთის წვერზეც გვიფრენია, აქედან 40 კილომეტრი გვიფრენია ქოით პასანაურამდე. ყოფილა შემთხვევები აქედან კახეთში ჩასულან ბიჭები თუ შეძლებთ. ერთი ჩავიდა ერთი ჩავიდა უკრაინელი აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთა, გუდაურიდან დასტარტა აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთა და გადმოკვეთა. ამას უკვე cross country-ს ვეძახთ, ეს უკვე სპორტული ფრენებია. ხო, ეგ უკვე სერიოზული რაღაცაა რა. პროფესიონალების. ხო, high class-ის ფრენები, მაგრამ სოლო მარტო რა, ტანდემში. თურქეთში ხო გინდოდა წასვლა. ხო, გადავიდეთ ის. ჩაფრინდება, ჩარტერული და ის. აბა წავედით. წავედით. გზავროს მაგით ვეხმარებით ხოლმე დილით თუ ილოც. მოქმედებს კარგად. დილით თუ ილოც. აუდიტ. მაგრამ ნერვიულო, ბიჭო, ეხლა ამიტანა იმენა ნერვიულობა. შეხედე, საკუნა გადახდე. ვაიმე, აქ უნდა გავფრინდე, ბიჭო, ხო არ გადაობს, რაო. ხო. საოცრებაა, ძმაო, ჩემი ბავშვობის ოცნება უნდა ავიხდინო. რაღა ბავშვობის პრინციპში. ეს ჩემი ოცნებაც ეგ იყო. ხო. გუდაურში რა მოვიდა, დავინახე პირველად პარაპლანი, ეგრევე მივხვდი, რომ ეგ იყო. აх, ჩემი კაი ბიჭო. მოკლედ. სალამ გული. ეს არის ჩვენი კაპიტანი და კაპიტანი. ეს ახლა ვარჯიშობს. ეს სოლო პარაპლანია, სოლო ვარჯიშობს რა. გასაგები. ანუ ქარს ეჭიდავება. პრაქტიკას გადის. სხვა ფრენა იწყება აქედან. მიწიდან იწყება ფრენა. კი ბატონო. ანუ ფრენას სწავლობთ მიწაზე, პარაპლანის გამოყვანა, დაჭერა, ანუ სხვადასხვა ილეთების გაკეთება, ესე ვთქვათ, სტარტისთვის მომზადება. და მე უკვე ვყავთ სასწავლო ადგილი არის ყველაზე ისეთი მარტივი თბილისის ზღვაზე, იმიტომ რომ შედარებით რბილი ქარია, აქ ცოტა ძლიერი ნაკადებია. ხო. აქ უკვე გამოსტილი პილოტები ამოდიან, უკვე ვინც უკვე პრაქტიკა გაიარეს. კახეთშიც არის კარგი საფრენი ლოკაციები, ყაზანიანი ქვია, ასე ვთქვათ.
სიღნაღისკენ არის? სიღნაღისკენაც არის კი ძალიან კაი საფრენი ლოკაცია, იქაც ბიჭები დაფრინავენ. მე ვარ წარმოშობით სიღნაღიდან. იქაც ასვათ შორს მეც მიფრენია და კაი ადგილია. ვა, სიღნაღში მაგარი იქნება, წარმომიდგენია მთელ ქალაქს რო მოკლედ ეს არის ჩვენი საფრენი ლოკაცია. ეხლა მე შენ გაგახსნობ. ეს არის უსაფრთხოების უწყისი. გაქვს დაზღვევა ფრენის დროს, რამდენიმე წლის წინ აქ არ იყო, არც დაზღვევა იყო. ანუ ესე ლიცენზიები არ ქონდა, ისე დავფრინავდით რაღაც უბედური შემთხვევაში ალბათ ხო, რაღაც ტურისტი რო ხო, უბედური შემთხვევის შემდეგ რეგულაციები მიიღო მთავრობამ. კი, ჩვენ ლიცენზია გავიარეთ ყველა პილოტმა, ანუ ლიცენზიის გარეშე ვერავინ ვერ იფრენს, ეხლა დღესდღეობით ეს საფრენი ლოკაციაც არის ლიცენზირებული. ყველა საფრენი ლოკაცია, ყველა ფრენა ხდება ლიცენზირებული ლოკაციიდან. გასაგები. ამისთვის გვაქვს დაზღვევა, ყოველთვიურად ვიხდით დაზღვევის ფულს. შენ უნდა გაეცნო პირობებს, ანუ აქ გვიწერია რომ ფრენა არის ექსტრემალური სპორტი, მიუხედავად ამის იდეალური მდგომარეობისა და პილოტის გამოცდილებისა, შეიძლება მაინც რაღაც დაждომისას რამე იტკინო, ან სტარტისას რამე იტკინო და ანუ ამის ინფორმაციას გაწვდით, დაეთანხმო. დაახლოებით რამდენი კაცი ყავს ნაფრენი ახლა? აი დაახლოებით. ახლობით არ მახსოვს სიმართლე რო გითხრა, მაგრამ აი 50-ზე მეტი? არა, 50-ზე მეტი როგორ არის? მართლა? კი, ალბათ 50-ს დავფრინავ, ალბათ 20 დღეში. 20 დღეში. საღო. აღარ მახსოვს, მინდა ვამბობ. და ლეტალური შემთხვევები არ გქონია? ანუ თვითონ არანაირ. ჯერჯერობით всё, ეგ არის. შენი პილოტი მე არ ვიქნები. მართლა? თორნიკე, ყველაზე პოზიტიური ადამიანი. ვა, ძალიან ჯიგარი. გაიცნობ? აი რა ვიცი რა, ძალიან ჯიგარი კაცია. შვენიერი თორნიკეს გავიცი. მოდი ახლა დაიკითხე, დაეთანხმე. გვანდე შენი წავიდა. In case of help, provide the relevant information to the pilot. Be sober. To follow the pilot's instruction carefully, otherwise the pilot is not responsible for the result. The passenger should be aware that paragliding is an extreme sport and entertainment. Therefore, regardless of the right weather conditions, proper equipment and the professionalism of the pilot, it may contain life-threatening dangers. სიცოცხლით ვრისკავთ მეგობრებო რო იცოდეთ რა. შეიძლება იქ ფრენის დროს ბუზი შეგიფრინდეს. მე დაიხჭო. ხელი მოწერილია. გარდაცვალების დრო. თუ გარდავიცვალეთ, მხოლოდ you only live once. YOLO baby. YOLO man. აუ ემზეს მომძრება ძმა. არ მომძრება. ასკას დაიფარე და დაიგდეს და მაშინა ჰაის და მოვარდი სუპერდა დაჭი რა. ძამა სამასამო წავიდი. აი შეშიქნე მაგას მოვიდეს მე მოვიდეს. მაგას. მაგრამ ნერვიულობთ ნაო. ზაზე ნერვიულობ. ფრენა ნერვიულობ და შენ რა განერვიულობ. შენ თუ არ ნერვიულობ, მაშინ არ არის. პილოტი არ ნერვიულობს. რამდენი კაცი ყავს ნაფრენი? შენ? ძმაო, მაგას რა დაითulis? კარგია ესა, ხო არ გიჭეს? არა, კაია, კაი. ეხლა აგიხსნი უსაფრთხოების წესებს. აბა. სტარტის დროს, ანუ მხრები გაქვს წინ და სანამ მიწას ეხები, ფეხებით გარბიხარ. გავიქ. დაჟე მიწიდან რო იწევი რაღაცა, იმით მაინც ფეხები ვაქნიო. ნაბიჯი, იმიტომ რომ შეიძლება იოდნავ ჩამოშვება გააკეთოს და ის 1-2 ნაბიჯი უნდა დაარტყა რა. სანამ არ გეტყვის, რო სო ჩაჯექის კამში მანამდე გარბიხარ. გავიგე, ხო. ნახავ გავბრინდი უკვე. აი ეს ადამიანი მიფრინავს ჩემამდე. ჯერ ეს გაფრინდება და მე ჩვენ. ოპა, აი, წავიდა. წავიდნენ. ბიჭო. Oh my god! აუ, არ მჯერა ძმაო, რამდენიმე წუთში მეც ესე ვიქნები გადაო. წავედით. არა, ეს არ, აბა, წავედით. კი, ეს არ მომძრება გამორიცხული. აბა ჩვენ ვიცით. ხელები კომფორტულად, აი თავიდან აქ იქნება შიგნით და მე იქნება კომფორტულად რა. პირველზე ხო ხონა? ხო. ეს კარგია, ჩავუხეთ გვერდიდან. გესმის? სადაც ჯერ არ ჩართო. Frequency mode. აბა, გესმის? კი, ხო გესმის. კი. ჩავთოთ. წავიდა. სამპლაზე გარბა. მოიცა გავშა. ლედიტანიოსოფი. არა. აი. მე ანუ ისე ზიხაროთ, ხელები გასულ თავისუფლია რა. გასაგები. კაცკი დააკეთე. კაი. მიმღერე. ხო.
ხონა არ მოგაწეს 1 2 3 ვაიმე ბიჭო მისერეთ აბა კაი ფრენა წავედით კაი ვა ერბინე ოი ბიჭო აუ მაგრა ხო არ გატო ეხა შეგიძლია გალო ის აი ეგრე Okay, გავიგე. მოვსულიყავით ბრაზილმა კიდე უჩქარდა. არა უშავს. ჰუ, მოგეწონა ძმა. მომეწონა კი არა ძმაო. ესეთი რაღაცა არის. საოცრება იყო. ეს იყო საოცრება ძმებო. ესეთი რაღაცა არასდროს არ დამავიწყდება. მადლობა თორნიკეს ჩვენს ძმას. გაიხარე ბროდა. You're welcome. ეს რა იყო ძმაო? ეს იყო აი ვერ აღგიწერთ პროსტა. რა, ბიჭო რა ფერია შეხედა. ლურჯი და თეთრი არის. ეს იყო ძმაო ზღაპარი. მაგარია ის. გამიშვის მაგიდე მე. მოიცა. გილოცავ შეჭე. ეგ მაგარია. It's official guys. I know how to fly.
მაკინე კაიში ხარ ხო? იგენა მოდი. მართ, აი. საზოგადოების ის ხო მოდი და ესე ხელი წაიღე პირის რაღაცა. ჩვენ ვადავთ სიგარეტის მოწევა დაიწყო ისე. ძერსკა. რა მოდი ხარ. ბიჭო. ვიფრინე რა. ძმაო. ოღონდ იმენა დაბუჟებული ვარ ახლა მთლიანად რა. აბა რა იქნება. სუ ზემოთ რო არის. იმენა. ფერი არ მადევს ხო იმენა? ცოტა გალურჯებული ხარ, მაგრამ ტუჩებიც გალურჯებული მქონდა. შენ გალურჯებული ხარ, კი. შეგცივდა? არ შემცივდა კი არა ძმაო. ვერაფერს ვერ უგრძნობ იმენა რა. იმხელა ადრენალინი მოზღვავებული იმხელა მქონდა რომ ეს იყო აი დიდი მადლობა მინდა გადავხადო იოლოს და გუდა 2000 რომ ამის შესაძლებლობა მომცა და რავი ეს არის მართლა ისეთი რაღაცაა რომ ცხოვრებაში არ დაგავიწყდება რა და მადლობა ლუკას და ემზარს რომ ნახე ამ საოცარი გამოცდილების აუ სააღო ეი ცოტა ხნის წინ მეც ესე ვიყავი არ მჯერა ბიჭო მოიცადე ერთი წამი აბა ვაჰ სააღო ბიჭო ვიღაცა მოვიდა კლიავით რა კლიავით просто დაუდგე ოხ რა ჯიგარია ხეხილზე просто მივიდა შიშმა არა დაუფარა ინტერესებდა არა просто მოვიდა ჯიგარი იმენ მოკლედ მოვედით რესტორან ქავთარაძეებში ხასანაურში ვართ საოცარი ადგილია ეხლა ცოტა შევჭამთ და წავალთ ისევ თბილისისკენ ემზარ შენ რა სიტყოდი ამ გამოცდილებასთან დაკავშირებით მოისურვებდი ფრენდი მე ბატუხა ყოდღა დაფენა ნუ რამე იფრენდი რამე ოფენდოდი კი რატო რა პრობლემა არის просто ეგეთი რეაქცია არ მექნებოდა როგორც შენ მქონდა მართლა ემზარი ფრენის მე ოტისტი შენ ლუკა აუ მე კი აი ხა შორდან რას უყურებდი ამას ექნებოდა ვარდნა მე ხო ჩემი გაბარიტები ნაგავამდინარე ხო არ ვიცი მათ კი იხუმრეს ინსტრუქტორებმა ხო ხო ლუკანი ხარო ესა მძიმე არა დამძრავენ ხა იასენ პარაშუტი დამძრავს მაგრამ ცოტა მეშინია მაგრამ ვიზავდი კი უეჭველი ვიზავდი ძალიან მაგარია რა შორიდან უყურებდი და შორიდან უყურებდი და მადლობა იოლოს ამ საოცარი გამოცდილებისთვის და გუდა 2000 რავი მართლა არასდროს არ დამავიწყდება რა ეს გამოცდილება და ძალიან ბევრჯერ ვილაპარაკებ ამაზე ფრენა ვისწავლე